Top 5 ყველაზე გაყიდვადი ავტომობილები ევროპაში 2025 წლის პირველი ნახევრის მიხედვით. Ძალიან საინტერესო რეიტინგია, რომელშიც მე-5 ადგილს იკავებს Volkswagen Golf-ი. ბევრმა თქვენგანმა იცით, რომ მე Volkswagen-ზე ჭკუას არ ვკარგავ, მაგრამ Golf-ი ნამდვილად დასაფასებელია. ეს ხომ ნამდვილი ლეგენდაა. ამიტომაც Volkswagen Golf-ი ევროპაში 2025 წლის პირველი ნახევრის მიხედვით მე-5 ადგილზეა გაყიდვებში, მან გაყიდა 104,162 ცალი ავტომობილი. მინდა აღვნიშნოთ, რომ ეს გასულ წელთან შედარებით 17%-იანი კლება, რაც საკმაოდ დიდი ვარდნაა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ თაობების განახლება მიდის ბევრ მოდელში და ბაზრის წილის გადათამაშება ხდება. მომავალ წელს ეს ყველაფერი ალბათ დარეგულირდება. თქვენ ალბათ კარგად იცით, რომ ევროპაში და არა მხოლოდ ევროპაში პოპულარული ხდება SUV ტიპის ავტომობილები, ამიტომ გაყიდვებში მე-4 ადგილზე გავიდა Volkswagen Tiguan. ალბათ ავტომობილი, რომელიც ყველაზე ნაკლებად მომწონს მე Volkswagen-ის კლასში, თუმცა ევროპაში ის საკმაოდ დაფასებულია, რადგან ხალხს ყიდულობენ, გარანტია მოყვება და დიდად არაფერი არ აწუხებთ ამის გამო რა. Volkswagen Tiguan-ი ამ წლის პირველ ნახევარში სულ გაიყიდა 106,118 ცალი. რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ 6%-ით არის შემცირებული წინა წლის გაყიდვებთან შედარებით. მესამე ადგილზე გავიდა Peugeot 208, რომელსაც გასულ წელთან შედარებით 2%-იანი ზრდა ჰქონდა. Peugeot 208 ტიპის მოდელი გაყიდა სულ 109,158 ცალი, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, მაგრამ დაახლოებით 25,000 ცალით ნაკლებია, ვიდრე ჩვენი შემდეგი ავტომობილი. ევროპაში მეორე ადგილზე გაყიდვების წელს არის Renault Clio. კი ბატონო, აი ის Renault, რომელსაც რატომღაც ბევრი საქართველოში დასცინის, მაგრამ ევროპაში ძალიან პოპულარულია. ეს ავტომობილები საკმაოდ ტევადია, კარგად იმართება და თან, როდესაც ფრანგულ ავტომობილებზე მიდგება ხოლმე საქმე, ყველამ იცის, რომ ისინი ძალიან კონკურენტულ ფასს თავაზობენ ყველას. ამასთან ფლიტებისთვის იყენებენ საკმაოდ კარგად, თუ მანქანის ქირავება მოგინდება დიდი ალბათობით Renault Clio შეგხვდება იქ, იმიტომ რომ კარგი აქციები აქვთ ხოლმე ასეთი კომპანიებისთვის. ამიტომ Renault Clio 2025 წლის პირველ ნახევარში 7%-იანი ზრდა დააფიქსირა და 122,499 ცალი ავტომობილი გაყიდა. ახლა კი მიუახლოვდით პირველ ადგილოსანს, რომელზეც ისევე როგორც ჩარჩან არის Dacia Sandero. კი ბატონო, თქვენ ეს ძალიან გაგიურდებოდათ, ალბათ, მაგრამ Dacia Sandero საკმაოდ პოპულარული ავტომობილია ევროპაში. ის ძალიან მოწონთ, ვიზუალურად მისაღებია, ტევადია, საკმაოდ ეკონომიურია და ასევე მისი ფასი აქციებიდან გამომდინარე ძალიან ხელმისაწვდომია. Dacia Sandero წელს უკვე 128,852 ცალი ავტომობილი გაყიდა, რაც შარშანდებთან შედარებით 11%-ით ნაკლებია, კი ბატონო, მაგრამ გაყიდვებით მაინც პირველ ადგილზეა. ასე რომ, ასეთია მეგობრებო, ევროპაში ადამიანების გემოვნება. თქვენ რას ფიქრობთ? დაწერეთ კომენტარებში. ეს top 5 საქართველოში თქვენი აზრით როგორ იქნება, ჩამოწერეთ. შემდეგ კი მე პირდებით გადავიღებ top 5 ავტომობილს, რომელიც გაიყიდა საქართველოში. წარმატებებს გისურვებთ.